ოპერატიული მთლიანობის რღვევა, რაც გამოიწვია მათმა დანაშაულებრივმა მოქმედებამ, ეს არის სამშობლოს ღალატი. მაგას ვიზახი, ტერიტორიები რო დაგვაკარგინეს, მაგათმა მოქმედებებმა. სამას მერვე მუხლია, გარიგება მოხდა. აი აქ ეხლაც გორში რო ჩამოაგდეს ისა დიდი, ეს გააქრეს. ფული გადაიხადეს იმისთვის, რომ სტალინის ძეგლისთვის ბომბი ესროლათ. მაგაზე მე ოფიციალურად განცხადებული და ეს კიდე რაც გააკეთეს ამათმა, ეს დაბომბილი ქალა, ვინ დააბომბინა მე ეს ქალა? ფულს იხდიდნენ რომ დაბომბეთ გორიო. თვითონ ფულს იხდიდნენ რომ გორი დაებომბათ. თვითონ ბორისოვმა განაცხადა. და სად არის ნივთკიცება ამ დღეს წულუკიანმა თქვა, სად არის ის ბომბი? არა ის ხო დაეცა ცენტრში დავარდა ის დიდი გაქრალია ის ჰოლანდიელი ჟურნალისტი ხო და ის გაქრა ის დიდი ჭურვი იყო უზარმაზარი დაეცა გორის ცენტრში სკადის ტიპის რაკეტა სპეციალურად ეხა იქ უნდათ გორი სტალინის ძეგლის საფეთქება აბა თუ ფეხებზე ეს იგი კაცი იმას ფიქრობდა კიდე სტალინის ძეგლი ავაფეთქო წვინაღძობი ეს არის ბორისოვმა პირდაპირ დაასახელა რომ თარგამაძე მივიდა მასთან და შესთავაზა 50000 დოლარი რომ ესროლათ სტალინის ძეგლისთან. მან უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ აფეთქება მოხდა. ეხლა აქ უკვე ორი აზრი არსებობს. ისროლა იმან, ვისაც სურდა ამისროლდა იმ სკადის ტიპის რაკეტა ჩვენ გქონდა მაშინ შეიარაღებაში. არა, ეხლა კიდე უყურეთ რა ხდება. აი ამათი ბინძური მეთოდები. აი ესენი კიდე ერთხელ უნდა განადგურდნენ. აი მე კიდე ერთხელ 11 წელი მივეცით ადამიანებს ბატონო დავით რომ გამოსწორებულიყვნენ. ესე არ არის? არ იყო სწორი ეს კოჰაბიტაცია, კი ბატონო, არც მაგის უფლება. ეს დასავლეთიდან მოდიოდა, მაგრამ ხო მივეცით, კაი ჯანდაბას არ იყო. მივეცით საშუალება, რომ ადამიანი გამოსწორებულიყო. ციხეში ადამიანს იმიტომ კი არ უშვებენ მარტო რომ საჟელი მოიხარ. იმიტომაც უშვებენ რომ ციხეში ადამიანი გამოსწორდეს, რომ დაფიქდეს რომ მეორე ციხე იმისთვის არ არის მარტო დაჟისთვის. ციხე არის იმისთვისაც რომ ადამიანები გამოსწორდნენ, ხო? აბა სხვა რა დანიშნულება აქვს ციხეს, რომ პასუხი აგონ და დაფიქდნენ რომ შემდგომ არ მოიქცენ ისე. 11 წელი ციხეში კი არ ვამყოფეთ. თანამდებობებზე ვამყოფეთ ეს ხალხი ჩვენ. ციხეში კი არა ჩვენ ვამყოფეთ ყუდროებაში, პრივილეგიებში და რა მივიღეთ? მივიღეთ ის სასამართლო პროცესებზე გამოდიან და ნახეთ ერთი ქუჩაში ხო ყვირიან ამ შეურაცხყოფელი მერს და ნახეთ აი და მე მოსამართლეებს კვერცხებს ესვრიან. აი მე არ ვიცი აი როგორ შეიძლება აი ამათი ამ ყველაფრის მოწმენა, რასაც ჩვენ აი უყურებთ ეხლა, აი ნახეთ ეხლა მოусმინეთ. ოეოა ხოცების დედისწნა, ცხოველებო ნაბოძრებო თქვენი დედისწნის დროა. აი ხა ესენი ნორმალურები არიან ხალხო, კიდევ ერთხელ პროცესზე გამოდის და ოლე აი ბაგი რასაც თქვენ ბოლოს იძახით, ბოლოს რაღაცა აი რითიც ამთავრებთ აი მაგი შეგისრულდება თქვენ მე მგონი ძალიან ეხლა უმოკლეს ვადებში და ეს ნაძირალა კიდე ეს რო კაცი არ არის ესეც ნახე ეს დეპუტატი შეიძლება იყოს აი ეს აბა შეიძლება ადამიანი ერქვას უკაცრავად რას უსმენთ სამწლიანი როკია უკვე ამაზე ძმაო ამ სიმღერაზე მაგრამ მაინც გეტყვი რა ოლა ხა მაყურებელს ავცენ პატივს და მართლა სტუდიაში ვართ და მე ჩემთვის მაინც ეს გინება და შესაძლოა ჩემთვის უცხოარი ხა შეიძლება კაცრად გამოვიდე მაგრამ მე კატეგორიულად წინამდეგი ვარ ხა სტუდიაში ვიგინო მაგრამ ხა ამათ მართლა საგიდებელი არ არის ეს კაცი რო გამოვა და იმას იტყვის რომ აი ამ სიმღერას უსმენ და ესე იგი აესაქვთ კლიმატ რა სააკაშვილი რას უკეთებდა ქართულ ხალხს ბატონო დავით თქვენ კარგად ვინმე გამოსულა და ესეთი სიმღერა ან შეურაცხყოფელი რამე უთქვია ჰა ვინმეს რო გაებედა ხო გაციმბირდა გაიჩიძ ხო არა მთელი ოჯახით გაციმბირდებოდი რა რეჟიმი იყო სააკაშვილი ამათ ვინ რა გაუკეთა მაინტერესებს აქით პოლიციელებს ურტყამენ სახეში და აქით სასამართლოში იგინებიან და პოლიტპატიმრები ვართო სააკაშვილმა ხალხი დახოცა გაამწარა და კაციშვილს არ გაჩენია სურვილი პროტესტზე მიტინგზე გამოსულიყო და ეგრეთი გადაეწვა რუსთაველი პოლიციელებისთვის ესროლა პიროტექნიკა და რა ვიცი რაღაც გაიკეთებინა მაგრამ ესენი ავანტყოფები არიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ავანტყოფები არიან რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს არა მაგაზე არ მინდა მაგაზე ხებით კარგად ჩემზე კარგად ხები იტყვიან
მე მინდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უკვე გაფორმდა ტრამპის განცხადებით გაფორმდა უკვე ანტიქრისტეს ბატონობის ხანის დასაწყისი. მოსკოვში აპირებს ბიჭი ჩასვლას სანქცირებულ პუტინთან. შეიძლება ისიც რამე გაკეთდეს, ყოველად დაუშვებელია. ასე რომ ჩვენი ბრძოლა ეხლა არის არა რეჟიმთან, უბრალოდ ჩვეულებრივ რეჟიმთან. არა რუსულ რეჟიმთან, არამედ უკვე ანტიქრისტეს რეჟიმთან არის ბრძოლა. ანუ ქალბატონმა წადი შვილო ანალგინი დალიე, ფეხები დაიწბილე და ჩაიდალიე და უყურე იმას, რა ქვია, რამე სერიალს ბაბუა რა, წადი შვილო. აი ვიცი, სამა ანტიქრისტეო რო ლაპარაკო, ვის და ანტიქრისტე არის იმ ძალა რომელიც ქუჩაში გამოგიყვანა. ახლა აი არ არის ეს ხალხი, აი ხალხი ჭკუიდან გადაიყვანეს, ახლა რას ვერჩი ამ მოხუცებულს, ახლა რა ვიცი მე რა უნდა ამ საწოდავს, მაგრამ კიდე ხალხი გადაიყვანეს ჭკუიდან. შეშალეს, ამიტომ ვიძახი დროზე გამორთეთ ეს ტელევიზიები რა. ერთი მარტო მთავარი არხის გამორთვა არ არის საკმარისი. აგერ ეხლა ჩვენი გიჟები ყოფნიდა. ეხლა უცხოეთიდან ჩამოდიან გიჟები კიდე ხალხო, აი აგერ ნახეთ ერთ-ერთი ამის მაგალითი. სრულიად შემთხვევით ვარ საქართველოში და თქვენ რომ გიყურებთ მეტირება. მე მინდა გითხრათ რომ მთელი ევროპა ჩვენს გვერდზეა. მე დღეს მეგობრებს ველაპარაკე გერმანელებს დიდი ყურადღებით გვიყურებენ ჩვენ მათ ჩვენ კარი გაგვიღეს და გვითხრეს კარი ღია შემოდით ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში სამყაროში არ დაუშვათ რომ ეს შანსი წაგვართვას ვინმე ერთი რამეა რო კი ბატონო, ერთი რამეა რო ეხა ეს ქალბატონიც თლად შეშლილი არის და ამ ზავის სიშლეგეს აგერ უსთაველზე აჩვენებს და ყველაზე სასწაული რა არის, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციას და ამასაც ამართლებენ თურე პიროტექნიკა შედის უებარ წამალში. ეს ყოფილა პირიქით სასარგებლო აი ამ ნაცხროვის ჟურნალისტების აზრით და მანდარინი ვიღაცას მოხვდა და ეს მანდარინი მომაკვდინებელი ყოფილა. აქ ყრია რაც ისროლეს ხალხს ამის თავში მოარტყეს და შეიძლება მოეკლათ იმ სიმაღლიდან ისროლეს უკან იდგა პოლიცია და არაფერი არ მოიქმნა. ეხლა ვეუბნებით რომ შეიძლება ამ ადამიანმა ვიღაც მოკლას ხო? აქვთ რასაკვირველია პიროტექნიკას იყენებენ მომიტინგეები, თუმცა მაყურებლისთვის აუცილებლად მე განმარტავ იმას რომ პიროტექნიკა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, არ აზიანებს ჯანმრთელობას. ხედავთ თქვენ, ესე იგი დეა მამისეიშვილი რომელიც დარჩა სტუდიის გარეთ იმიტომ რომ მიუხურეს მთავარი არხი თურმე სასარგებლოც ყოფილა პიროტექნიკა რომელიც წვავს ადამიანებს და თვალით დააკარგვინა და ერთ-ერთი პოლიციას აი ძალიან მიმძიმს ამაზე თქმა ისეთი დაზიანება მიაყენა პოლიციას რომელსაც აი შვილიც აღარ ეყოლება ეხლა ხვდებით რაზე მაქვს საუბარი ისეთ ადგილას მოხდა ეს პიროტექნიკა იმიტომ რომ ეს არის ცეცხლოვანი რაღაცა ისეთი პიროტექნიკაა რაღაცა ცეცხლი მოდის პირდაპირ რა ლამის რა და ეს დეა მამისეიშვილი ჩაფხუტით გამოდის და ლაპარაკობს რომ თურმე პიროტექნიკა არაფერია კაცო და ეს მანდარინი ყოფილა ვიღაცას მანდარინი გადმოვარდა და ეს არც მანდარინი უნდა ესროლო ადამიანს მაგრამ ბიჭო შეიძლება ყველაფრის გაправება და ყველაფრის ისა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ ნორმალურები რო არ არიან მეთქი აი კიდე ერთხელ ვიმეორებ საქართველოში 10 ფსიქიატრიულიც რო აშენდეს არ ეყოფა მე მგონი ექიმები იმდენად ბევრი პაციენტი ეყოლება ამ კლინიკას იმიტომ რომ აი რუსთაველზე ასე მგონია ესენი რო არიან შეკრებილები ყველა გიჟების შეკრება არის რა აი გიჟების შეკრება და ამდენი გიჟი ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი არის მეგობრებო ხელ სააკაშვილმა ნიუ-იორკს დაამსგავსა საქართველო და აღშენებლობა წავიდა და ასფალტი და შენობები და სილამაზე გაუკეთა საქართველოს და საქართველოს მისცა პერსპექტივა შესულიყო ევროპაში აი მე არ ვიცი აი ენით აღუწერელია რა ნიუ-იორკს დაამსგავსა შვილო რა ნიუ-იორკს დაამსგავსა ერთი მაინტერესებს ერთი აი ეს ხალხი ხო არის აი ზოგჯერ ბატონო დავით ფიქრობ ხო არის ღირსები აი ზოგჯერ რომ ეს ციხე გამოევლოთ რაც სააკაშვილის ციხეში ხდებოდა ის ადამიანებს რო ქონებას ართმევდნენ აი ზოგჯერ ფიქრობ აი ღირსები ხო იქნებოდნენ ესენი და მე ერთი როგორ იკიკჭიკებდნენ ერთი მაინტერესებს რა აი რო არ გაუვლიათ სააკაშვილის გულაგები და რო არ წაურთმევიათ მისთვის ქონება იმიტომ არიან ასეთ დიდ